კი, ეს არის რაც არჩევნებისთვის მზადება, ოღონდ ეს არის ეგრეთ წოდებული ჰეგემონური არჩევნები, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს მინიმალურად კონკურენტულ არჩევნებთანაც კი. ეს რამდენიმე მიმართულება არის, ახლა რაზეც საუბრობდით, ეს არის ძირითადად ის, რომ უბრალოდ ფალსიფიკაციის და манипуляციის მტკიცებულებები ვეღარ მოგროვდეს. თუმცა ამ მიმართულებით ბევრ რამეს აკეთებენ, მათ შორის რომ ესეთმა ორგანიზაციებმა, როგორიც ისპედია, საერთოდ არ იარსებონ, ამისთვის იღებენ მიიღეს ეგრეთ წოდებული ფარა, რომელიც ასევე არ არის, ასე ვთქვათ, ფარა, იმიტომ რომ ის თავდაპირველი თარგმანიც მნიშვნელოვნად შეცვალეს და დრაკონულად შეცვალეს. შემდეგ საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ამ ცვლილებებით და მათ შორის იმ პროცესით, რაც იმ ეგრეთ წოდებული კომისიის მეშვეობით ატარებენ, არის ის, რომ მათ მოასუფთავონ ასევე პოლიტიკური ველი, აკრძალონ ოპოზიცია, ოპოზიციური პარტიები და ამით განამტკიცონ პარტიის, ქართული ოცნების ჰეგემონური სტატუსი, რომ წინასწარ ცნობილი იყოს ყველასთვის, რომ ეს პარტია იგებს. და იგებს კონსტიტუციური უმრავლესობა და იგებს საკონსტიტუციო, კი. სერიოზული ვერციღებს ვერავინ მონაწილეობას. კონკურენცია გაუწიოს. სწორედ, აბსოლუტურად ეს არის მათი მიზანი. ისინი სავარაუდო გეგმა ასეთია, რომ ისინი აკრძალავენ ზაფხულისთვის პოლიტიკურ პარტიებს და შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩაატარებენ ასევე რიგარეშ საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ისინი გაიფორმებენ ერთპიროვნულ საკონსტიტუციო უმრავლესობას და მიიყვანენ ავტორიტარული რეჟიმის კონსტიტუციონალიზაციას ბოლომდე. ანუ ყველა ის ასპექტი მათ შორის ის, რომ კიდევ გამტკიცდება ეს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, დაზუსტდება იქ სავარაუდოდ შევა იმ ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა. მე რასაც დიდი ხანი ასევე წინასწარ მეტყველებდი, ამოღებული იქნება კონსტიტუციის 78 მუხლი და ამის კამპანიაც უკვე დაიწყეს რეჟიმის პროპაგანდისტებმა გუშინვე ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. ამაზე კამპანია გაშალეს უკვე, მართლა სპიკერებმა დღეს უკვე ღიად თავისუფლად საუბრობენ ამის თავზე. კი, მე ამაზე ეს პრაქტიკულად იყო თავიდანვე, აი აქ თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ სტუდიაშიც ნათქვამი გაქვსო, კი, ანუ კობახიძის არჩევიდან მე მაშინვე ვთქვი, თებერვალშივე 2024 წლის, რომ კობახიძე დაბრუნდა ერთადერთი მიზნით, რომ ავტორიტარული რეჟიმის კონსტიტუციური კონსოლიდაცია, კონსტიტუციურ დონეზე კონსოლიდაცია განახორციელოს და მათ შორის ეს არის ერთ-ერთი ამოღება, ის სწორედ 78 მუხლისა, მაშინვე ეს მიიჩნეოდა და კიდევ ერთი ანუ ოკუპირებული თვითონ ამბობდნენ ამას, რომ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ. ანუ ეს რეჟიმის ენაზე ეს ნიშნავს აპირისპიროს, პირიქით, რომ კონსტიტუციურად განმტკიცდეს საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ანუ მიზანი ეს არის და ჩვენ ვხედავთ, რომ კომისიის მეშვეობით ამის საფუძველსაც ქმნიან, ხო? ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ ომზე, რომლის მსხვერპლიც ვიყავით, იმპერიალისტური აგრესიის მსხვერპლი ვიყავით და ეს ყველაფერი არის ძალიან რუსული სცენარი, ხო? ანუ რუსები აქცევენ ამას ყურადღებას, მათ შორის ვლადიმერ პუტინმა 2020 წელს პანდემიის დროს ჩაატარა კონსტიტუციური რეფერენდუმი, რომ არა მხოლოდ გაენულებინა საკუთარი საპრეზიდენტო ვადები, არამედ პრაქტიკულად აი ეს პრეზიდენტის თანამდებობა ექცია ცარის თანამდებობად რუსეთში, ანუ აბსოლუტურად გარდაიქმნა ეს ავტორიტარული პერსონალისტური დიქტატურის შეგვიძლია ვთქვათ მსგავსებას, რომ ლეგალისტური დიქტატურის მიდრეკილებია და ამ ხარ კობახიძე განსაკუთრებით გამორჩეული გამოსადეგია მისი ტექნიკური უნარებიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ტექნიკურად გააფორმა.